ფერნანდო მელჩორი თავის კრებულის „იცნად მაიამი, ეს არ არის მაიამის“ დასაწყისში საუბრობს ფიქშენის ჟანრზე, რომელსაც ჩვენ ქართულად მხატვრულ ტექსტებს ვეძახით და ფაქტობრივად მხატვრულ ტექსტებს მიაკუთვნებს თითქმის ყველაფერს. მათ შორის ჟურნალისტურ და სატელევიზიო ამბებსაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ამბის მცირედი ფორმის შეცვლაც ხდება. ანუ ავტორი ნამდვილ ამბავსაც ცოტა ფორმას უცვლის და ისე ხვება, რომ ტექსტს საკუთარ იდენტობასაც აყოლებს. ამ ტექსტის წერაც რომ დავიწყე, ვიცოდი, რომ თამამად დავარქმევდი მხატვრულს, რადგან იმ სამი ადამიანიდან, რომელიც ახლა მისმენს და რომლებიც ძირითადად ყველა ამბავს შეესწნენ, რაზეც უნდა მოვყვე, მაინც ვერცერთი დაგიდასტურებთ ამბების თანმიმდევრობის ან მათი გადაკვეთის ნამდვილობას. ვერცერთი გეტყვით, როდის ვაჭარბებ ამბების რეალურობას ან როდის ვაკლებ რამეს, რადგან ხშირად ეს თავადაც არ ვიცი. ამიტომ უბრალოდ თქვენ უსმენთ ლუკრეციოსის პოდკასტს საფოსტო ყუთი და სულ ეგ არის. საფოსტო ყუთი იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად ამ პოდკასტის მთავარი დანიშნულება იქნება დედაჩემის დამშვიდება, რომელიც დღის ყველა მონაკვეთში რამდენიმე წერილს უგზავნის თავის 4000 კილომეტრით დაშორებულ შვილს, ანუ მე, რაც იმის საკითხავად თუ როგორ მოვიწყო, როგორ მომწონს გარემო, როგორ მომწონს ფრანგები გავსინჯე თუ არა კრუასანი, ან საერთოდაც როდის ჩავალ პარიზში, ანუ როდის დავასწრებ დედას ოცნების ასრულებას. მასზე ადრე მოვხვდები მის ქალაქში. თუ თქვენს გაინტერესებთ, კრუასანი ჯერ არ გამისინჯავს, რადგან როგორც ჩანს, აქ დიდად ვეგანები არ უყვართ. თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ცხოვრობ პატარა ძალიან მოწესრიგებულ ფრანგულ ქალაქში, ასევე ძალიან მოწესრიგებულ პატარა სახლში ესპანელ, გერმანელ და იტალიელ თანამესახლეებთან ერთად და პატარა დროც გამომიჩნდა რაღაცების საწერო. და თუ ახლა მისმენ, გვერდები რომ გავაკეთებ იმას, რასაც სულ ვაკეთებ. ანუ ვილაპარაკებ ლიტერატურაზე, ჩემს საყვარელ ავტორებზე და ცოტას ჩემზეც. ანუ მადლობა არჩილ ქიქოზეს, რომლის ტექსტებმა წარმოდგენებითად არ რწმენით ამავსო, მადლობა ტორე სამოსის, რომელსაც გამომხილე ეს იდეა და მაშინათვე მოახერხა იდეის ისტორიის ჩემი დარწმუნება და მადლობა ლუკა ხატიაშვილს, რომ არის საუკეთესო მეგობარი, უბრალოდ კი ჭირის მეგობარი, რომელიც ჩემს ყველა ტექსტს ყოველთვის გვერდში უდგას. ქუთაისიდან 21 სექტემბერს გამოვფრინდი. წინა რამდენიმე დღე საშინელი ამინდი იყო დასავლეთში. ზღვის სიახლოვეს ყველაფერი განადგურებული, სამეგრელოში კი შუქიც არ ვქონდა. თუმცა კვირა დღე დადგა თუ არა, უავდრო ამინდის პროგნოზის მიუხედავად მზე გამოვიდა. ბოლო პერიოდია ცოტა მაშინებს ფრენა, თუმცა მზიან ამინდში საიმედოდ გამოიყურებოდა, კარგადაც მოვკალათ თვითმფრინავში. მოვიმარჯვე არჩილის ახლად გამოცემული პერუს დღიური და ვერც ვიგრძენი ისე ვიფრინე და წავიკითხე ჩემი ავტორის მოგზაურობის ამბები. მოკლედ ამ წიგნში წინა მოგზაურობებისგან განსხვავებით არჩილი ცალკე თაობებს უთმობს ლიტერატურასა და მოგზაურობას. სიმართლე ვთქვა, ძველი მეთოდი უფრო მერჩივნა, სადაც ლიტერატურაზე და მოგზაურობაზე ისე ყვება, ვერც არჩევდი, როდის იწყებოდა ერთი და როდის გრძელდებოდა მეორე. ავტორიც ისე ერეოდა მსოფლიო ამბებს და სხვა გამორჩეულ მწერლებს, ყველაფერი მაგიურიც ხდებოდა და ძალიან მომხიბლავიც. თუმცა არჩილი ასეც და ისეც და პერუს დღიურიც ისეთივე კარგია, როგორც ის ლათინოამერიკელი ავტორები, რომელთა ისტორიებსაც ყვება წიგნში. იქ მოყოლილ ამბებს მე ცხადი არ მოგიყვებით, ამისათვის წიგნი უნდა წაიკითხოთ. მე უბრალოდ ერთი კარგი ლათინოამერიკელი მწერლის ლექსს წაგიკითხოთ, რომელიც თუ აქამდე არ გიყვარდათ, ახლა შეგიყვარდებათ. პაბლო ნერუდა. ძალმით ამაღა მწერო ლექსები უმწუხარესი. ძალმით დავწერო მაგალითად საღამეული და უშორესი ვარსკვლავების ცისფერი კრთომა. ერჩის გრიგალი კაბადონებს დაძრწის და მღერის. ძალმით ამაღა მწერო ლექსები უმწუხარესი მე ის მიყვარდა. მოყვარდი მასაც ოღონდ ხანდახან. სხვა ღამეებში აწინდელის ტყუპის სალებში მახსოვს რა რიგად ვეხვეოდი, როგორ კოცნიდი დახარბებული, როგორ გვეხურა საუსასრულო. უყვარდი მას და მეც მიყვარდა ოღონდ ხანდახან. განა შემეძლო არ მყარებოდა უსარმაზარი უმშვიდესი მისი თვალები. ძალმით ამაღა მწერო ლექსები უმწუხარესი. ვიცი აღარ მყავს, გრძნობ რომ დავკარგი. ყურს უგდება ღამეს უმისობით დაუსამანოს და ლექსი ისე ედება ჩემს სულს, როგორც სვარი ედება ბალახს. რაღა აზრი აქვს ვერ დავიფარეთ, რბობამ ჩემმა ვერ დაიფარა. კლავაც ღამეა ვარსკვლავიანი ის კი არ საჩანს. ჰოიქ ღარის შორის ღერის ვიღაც ბღერის უნებით თავდავიწყებით, მიბორგავს სული უმისობის შემაცქერალი. მას დაეძებენ ჩემი თვალები და გულიც ჩემი მას დაეძებს. ის კი არ საჩანს. ღამე ახლა ტყუპის სალიცილ სხვა ღამეთა და ხეებს ჩვენსას ავარაკებს ძველი სითეთრით. ჩვენ კი ვიცვალეთ დიდი ხანია. მე აღარ მიყვარს არავდაობა არა და როგორ მიყვარდა უწი. თან დაყვებოდა იმგზავრებოდა ჩემი ხმა კვარებს. მას დაეძებდა. სხვისი ახლა როგორც ოდესღაც შემამდე იყო. ჩემს კოცნებამდე იმისი ხმაც და სითეთრეც მისი თვალებიც უძიროები.
მე აღარ მიყვარს არავდაობ, მაგრამ ვინიც ის ეგებიც კლავაც მიყვარდეს იგი. რახან მოკლია სიყვარული, რა უსაშველოდ ხანგრძლივია გადავიწყება. სხვა ღამეებში აწინდელი სტუპის სალებში მახსოვს რა რიგად ვეხვეოდი სწორედ ამიტომ მიბორგავს სული უმისობის შემაცქერალი. აქ დიდი დამსახურება აქვს ალჩხეიძეს, რომელმაც ესპანურიდან თარგმნა ჩვენს ენაზე და ისე რომ ყველა სიტყვა გასაგები და ახლოა. ვატყობ სხვა კარგი მთარგმნელების ხსენებაც ხშირად მოგვიწევს. 2025 წლის პრემია საბა ლიტერატურულ დებიუტში ორმა მწერალმა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი არის ლექსო ჩხეიდე და მისი მოთხრობების კრებული გარეთ ქარში საკითხავი. კრებულის მეორე მოთხრობა, რომელსაც ქვია ღამე, ყვება ორ ბიჭზე, რომელიც ფულის დასაბრუნებლად ღამით ვინმე გიგოს სახლში ადიან. თხრობა არის ძალიან დაძაბული. სახლში გიგოს ნაცვლად ბებია ხვდება და ესენი კიდევ ატყუებენ, რომ გიგოს მეგობრები არიან და სანამ დაბრუნდება, ისინიც მის სახლში დაიცდიან. ბიჭი ზედმეტსახელი დევი საქმის აშკარა ინიციატორია, ლაპარაკითაც ძირითადად მხოლოდ ის ლაპარაკობს და ტყუილის თქმაც არ უჭირს. მეორე ბიჭი კი ზურა თითქოს ამ ყველაფრის ნაწილი არ არის, საერთოდ არც მოსწონს მოხუცი ქალის შეწუხება. რაღაც მომენტში ოჯახის ალბომსაც იღებს და თვალიერებას იწყებს. მოკლედ არ ჯდება იმ სურათში, რომელსაც საყოველთაოდ იზიარებდა რამდენიმე ათეული წლის წინ უშუქობაში გაზრდილი თაობა. გიგო სახლში არ მოდის, ბიჭებსაც მეტის მოთმენა არ შეუძლიათ და წასვლას გადაწყვეტენ. მერე კიდევ დევი კორპუსის სარდაფში ცულს პოულობს და ეზოში გადის. ყველა ნაბიჯზე იგრძნობა ზურას წინააღმდეგობა, უკვე აღარც ფული აინტერესებს და საერთოდ აშფოთებს ეს ამბავიც, მაგრამ დევისთვის ფულის წამოღება კაცობაზე გადის და ზურას წინააღმდეგობასაც ასე ეპასუხება, რომ რაღაც მოხდა, რის გამოც მისი მეგობარი, ანუ ზურა, ასე ძალიან შეიცვალა. როგორც ჩანს, ზურას ცხოვრებაში გაჩენილმა გოგომ მთლიანად შეცვალა და სისხლი გადაუსხა, როგორც იტყვიან. მერე კიდევ აფრთხილებს, რომ ამ ყველაფერს ამჩნევს. ყველაფერთან ერთად ამჩნევს პაბლო ნერუდას წიგნსაც, რომელსაც თან დაატარებს. და აქ ხდება ის ამბავი, რომლის გამოც მე ლიტერატურა ძალიან მიყვარს. როცა ერთი ლიტერატურული გმირი სხვა ლიტერატურულ გმირს იხსენებს, როცა პატარა საქართველოში მწერალი ლექსო ჩხეიძეს ერთ ძალიან პატარა მოთხრობაში ერთი ჩვეულებრივი გმირი იმიტომ გამოიყო ამ ბნელ და ქუჩის გარჩევებით სავსე სამყაროს, რომ სიყვარული და პაბლო ნერუდა შეეპარა. ორი წიგნი რომ წაიკითხო, რაღაც საერთო ჯაჭვის კვალს ყოველთვის მიაგნებ და ბუნებრივია ეს არასდროს გავიწყდება. ეს ამბავი იმით თავდება, რომ დევი თუთაჭრის და გიგოს ხვალს თითქოს ასე იბრუნებს. სულ რამდენიმე გვერდია საჭირო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რამდენად კარგად შეუძლია წერა შენს ქვეყანას. ჩემი ფრენა ბრიუსელში მთავრდებოდა, შემდეგ კი გზას ვაგრძელებდი საფრანგეთში, იქვე გადავკვეთდი საზღვარს და ამ საბოლოო გადაჯდომისას კი მეორე წიგნის საკითხოც მოვასწარი. ამჯერად უფრო თანამედროვე და ნობელიანტი ავტორის და ტექსტის წერა რომ დავიწყე, შემეძლო მეთქვა, რომ ლიტერატურის ბოლო ნობელის მფლობელი იყო, თუმცა ამის გამოქვეყნებისას კიდევ ერთმა კარგმა მწერალმა აიღო ნობელი, რომელზეც ასევე სხვა დროს მოგახსენებთ. მოკლედ ამჯერად საქმე იყო ჰანკანგში და მის წიგნში ვეგეტარიანელი. დიდხანს უტრიალე ამ წიგნს და სულაკაორმას გამოსცა თუ არა, ვიფიქრე, ბარემ დავიმგზავრებ და მოსაწყენ გზავრობას გადავაყოლებ თქო. სიმართლე ვთქვა, იმედიც გამიცრუა. მთავარი გმირი გახლავთ ქალი, რომელიც სრულიად უსუსურ ქორწინებაში იმყოფება. მათ ოჯახში არც სიყვარულია და არც რაიმე სხვა განსაკუთრებული გრძნობა. ასეთ ოჯახებზე ბევრიც გვსმენია და ბევრიც წაგვიკითხავს. ცხადია, ძალიან საწყენი ამბავია, თუმცა საქმე იმაშია, რომ როცა წერ და მით უმეტეს ამ ნაწერში ნობელს გაძლევენ, ცოტა მეტად უნდა იზრუნო შენი ამბის განსაკუთრებულობაში. ან ნაცნობ უსიყვარულო ქორწინებაზე უნდა ისაუბრო არანაცნობიანით. ეს ნაწილი ძალიან მშრალი იყო და არც წიგნის მცირე მონაკვეთი ეკავა, ყურადღება რომ არ მიმექცია. წიგნის მთავარ გმირს იონქეს დაესიზმრება სასტიკის სიზმარი, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს შეწყვიტოს ხორცის ჭამა. თანდათან კი საერთოდ რამის ჭამაც. თითქოს ბუნებასთან სიახლოვეს ესწრაფვის და ამ ნარატივს აშხერებს კიდევაც. წიგნს რამდენიმე მთხრობელი ცხავს, მათ შორის მისი ქმარიც და მხოლოდ აქ ვიმშვიდებდი თავს, რადგან არასანდო მთხრობელზე დაკვირვება ჩემი საყვარელი თემა. თუმცა ამ თხრობაში ძალიან მკვეთრად ჩანს იონქეს გასაჭერი. ძალისხმევასაც ვერ ხარჯავ არასანდო თხრობაში რეალური ამბის საპოვნელად. პერსონაჟებზე საუბრისას არ მინდა გამოვიყენო სიტყვა სტერეოტიპული და არც ამ ნობელზე მინდა ვთქვა ტენდენციური, თუმცა მიულოცოთ პირველ აზიელ ქალს ნობელიანტობა და მე იმას დაველოდები, როდის დაჯილდოვდება ჩემი საყვარელი ფერნანდო მელჩორი, თანაც ძალიან დამსახურებულად. ყველაფერი საჭოდ დაემთხვა, როცა წიგნის საკითხვიდან და საფრანგეთში ჩამოსვლიდან მალევე ჩემს თანამესახელად გამომეცხადა ესპანელი გოგო, რომელსაც მხარზე გაკეთებული ტატუ ჰქონდა კიდევ სხვა ესპანელი ავტორისა. არც მეტი, არც ნაკლები ფედერიკო გარსია ლორკასი, ზემოთხსენებული პაბლო ნერუდას მეგობრის.
როცა ამ მონაკვეთს ვიხსენებდი და ვწერდი, მინდოდა ლორკას იმ მონაკვეთის, რომელიც ჩემს მეზობელს ჰქონდა მოსვირინგებული ქართული ვერსიაც მეპოვა. და თქვენთვის ამეკითხა, თუმცა ვერაფრით ვიპოვე. ერთი ადამიანი აუცილებლად მეგულებოდა, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, თან არც დამზარდებოდა და დარწმუნებულიც ვიქნებოდი, წიგნიერი კომუნიკაცია გაუხარდებოდა კიდევაც. თუმცა ერთადერთი პრობლემა იყო, ეგ ადამიანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, იჯდა ციხეში. ყველა წიგნის მოყვარულის, ყველა ქართველი ავტორის უდიდესი მხარდამჭერი და გამომცემელი ადამიანი იჯდა ციხეში. დაჭერისას უთქვამს ზვიადის, რომ გავიმარჯვებდო და ვიცი, რომ თუ ვინმე ზუსტად იცის სიტყვების ფასი, ეს აუცილებლად ზვიად კვარაცხელია და ამ სიტყვასაც ტყუილად არ იტყოდა. მოკლედ, დატუს ავტორს ძალიან გაუხარდა ჩემი ამბავი, უпростоრად ჩემი ესპანურენოვან ლიტერატურაში გარკვეულობის ამბავი. თქვა, რომ ლორკა იმავე ქალაქიდან იყო, საიდანაც თვითონ. და რომ ლორკა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ძალიან ახალგაზრდა 38 წლისას მოკლეს. მოკლა ფრანცისკო ფრანკოს დიქტატორულმა რეჟიმმა. ამ ყველაფერზე წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მისთვის არ გამიმხელია, რადგან ფრანკოს ამბავი მთლიანად მათი ამბავია და ჩემი თანაგზნობით დიდად ვერც ვანუგეშებდი. თუმცა მოვუყევი სხვა დიქტატორულ რეჟიმზე, ახლანდელზე და ქართულზე, რომელმაც ლორკას მსგავსად ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ზვიად რატიანი დააკავა. და მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც და ძალიან მშვენიერ საღამოს პირველად წამიკითხა ზვიად რატიანის ლექსი, რომ მას მერე მე ძალიან მიყვარს ქართული პოეზია, ზვიად რატიანი და ის ადამიანი, ვინც მთელი სიყვარულით მეკითხავდა ზვიადის ლექსებს. იმ გარკვეული დროის მანძილზე, როცა ამ მონაკვეთს წერდი, ყოველ ჯერზე ზვიადის განსხვავებული ლექსს ვარჩევდი. თუმცა ამ წუთას ამ ლექსს ვარჩევ, რადგან ზუსტად ასახავს ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს. ნუ გახდიავად, ვინც მარტოა მით უფრო ღამით, მით უფრო როცა სხვაგანაა სხვაგან და მარტო. როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით, გდია სასტუმროს ბნელ ნომერში, საბანი პალტო, თუ კი რამ იყო წაიფარა მაინც აციებს. და ბოთლშიც წყალი ცოტავდება საცაა დაცლის. ნუ გახდიავად, ვინც მარტოა თანაც კაცია. კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია კაცი. გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს, როცა მარტოა, როცა გვერდით არ არის იგი. დედა და ცოლი საყვარელი, რომელიც დარბის, ძალხელში წამლით მეორეში წყლიანი ჩიქით. და სულ გახსოვდეს ის სიმწარე როგორ იმატა, სიკვდილის შიშმა აქ სიკვდილის უკვე ხედავდი, რასაც ყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი და როგორ შეგწყვა ამ ყველაფრის როცა ინადა. ხო და რას ვამბობდი? ფრენისთვის 32 კილოგრამის ბარგის უფლება ვიყიდე, რის ვაილაგლახით შევაკოწეწე ჩემი ცხოვრება ერთ ბარგში და აეროპორტშიც გავქანდი. კიდე აღმოჩნდა, რომ ჩემი ბარგი არა თუ 32 კილო, არამედ 32 კილო და 100 გრამი იყო. ჩემი ცხოვრება 32 კილოში ჩავატიე და 100 გრამით გადავწდი. მე თუ მკითხავთ, ის 100 გრამი იყო ამბავი, რადგან წამით გავიფიქრე ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ხალატი. ანუ ბარგი და ჩემი საყვარელი სანათის ამოღება და საქართველოში დატოვება. საბოლოოდ თურმე 100 გრამზე არავინ გიწყრება და პრობლემასაც არ წარმოადგენს, მაგრამ ხალატი უკვე გაფიქრებული იყო და უკანაც ვერ მივაბრუნებდი. თან ხო გააჩნია რა სულ ხალატებ. სანაც, რომელიც 7 წლის წინ გამოგიგზავნა მზრუნველმა მამამ სენაკიდან, რომ ის ბეჭის ჩვილს მაგიდაზე სინათლე არ მოკლებოდა და ამ საათმაც ყველაფერს გაუძლო. შენს მედიცინაში გადაშვებულ და მე მედიცინიდან ლიტერატურაში გადმოშვებულ თავს. როგორც ჩანს, არც ახლა აპირებდა ჩემს მიტოვებას და დგას ახლა თეთრი მოდრეკილი თავი ჩემს მაგიდაზე და თანაბრად ანათებს ჩემს ახალ ოთახს. საწერ მაგიდას და რამდენიმე პოსტერით დაფარულ კედელს. ანუ ჩემ გარდა ამ ოთახში, ანუ ამ კედელზე შეხვდებით ამერიკული ჰიპ-ჰოპის მამას MF Dooms, ჟან-მიშელ ბასკიას ენდი ვარხოლთან ერთად, კენიელ მორბენალ ღმერთს ელიოტ კიპჩოგეს, პიკასოს მიერ დახატულ დონ კიხოტსა და სანჩო პანსას, კიდევ ესპანელები. და ჯაზის სილამაზეს, ჩეტ ბეიკერს იმ ცნობილი საყვირით ხელში, რომელიც ასრულებს სიმღერას I Fall in Love Too Easily, რომელიც ბევრი წლის წინ ვიპოვე და ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ სიყვარული ძალიან მარტივად შემიძლია და თურმე სიყვარულსაც ასევე მარტივად შეუძლივარ. და მე ყოველდღე ამ საყვირიანი კაცის ყურებისას მახსენდება სულ სხვა კაცი. უბრალოდ კაცი, რომელიც უწინ ბავშვიც იყო და ზუსტად მაშინ, ღრმა ბავშვობაში საყვირზეც გეუკრავდა. იაკოპო ბელბო უმბერტო ეკოს წიგნის ბონკოსგან ქარას გმირი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს. ეს უზარმაზარი წიგნი ბევრი სამეცნიერო ინფორმაციით და ბევრი დაცინვით, შეთქმულებების თეორიების მიმართ შედგება 120 თავისგან და ჩემთვის ყველაზე საყვარელი თავი არის 119, სადაც სულ პატარა იაკოპო ბელბოც საყვირს უმიზნებს და დროსაც იპარავს. თუ ჩეტ ბეიკერი საყვირით მიწას დაყურებს, იაკოპო ბელბო კი ცისკენაა მიმართული და არაფერი რჩება მათ შორის მოუცველი.
შემდეგში კი როცა ასე ძალიან გამახსენდება ეს ორი მესაყვირე რომანტიკოსი, ავდგები და ჩემი დიდი ხნის ოცნებას ავისრულებ, გამოვწერ საყურს და შემდეგი რამდენიმე თვე დავზოგავ ფულს ყველა სხვა საჭიროებაზე. მათ შორის ვეგანურ ყველზე, გამაგრილებელ სასმელებზე და 1000 სისულელესა. სამაგიეროდ იქნება ჩვენ სახლში ხმაურიან ჯაზი და ყოველდღე ჩვენი ესპანელი მეზობლის შეწუხებული კითხვა „Què pasa, Luca?“ სადაც ვახსენებთ უმბერტო ეკოს, იქ აუცილებელია ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის და მთარგმნელის ხათუნა ცხადაძის ხსენებაც. რამდენიმე წლის წინ სიცილიაზე ყოფნისას ეკოს სხვა წიგნებიც ვიყიდე იმ იმედით, რომ იტალიურსაც ვისწავლიდი და ამ ძალიან ჭკვიან კაცს ახლოდანაც გავიცნობდი. ენის სწავლის ამბავი აღარ გამოვიდა და უმბერტო ეკოსაც მხოლოდ ხათუნა ცხადაძის მოყოლით ვიცნობ და მე თუ მკითხავთ, ეს ჩემთვის სრულიადად საკმარისია. ხო და ახლა რა ხდება? რას ვაკეთებ ამ ყველაფრით? რაღაც დავაშავე. აღარ დაველოდე ლიტერატურაში მოსაპოვებელ ყველა ხარისხს, არც ჩემს გუდრიდსის ანგარიზე 3000 წიგნს და არც იმას, როდის მომემატება კიდევ 20 წელი გავხდები ხანდაზმული ლიტერატურაცოდნე, ჩაით ხელში და კლასიკური მუსიკით გარემოცული, არამედ ზუსტად აქ და ახლა დავიწყე ჩემი ხმის პოვნა. ჩემივე ამბებზე და ჩემს საყვარელ გმირებზე საუბარი. ერთი ჩვეულებრივი ჰიპ-ჰოპის მსმენელი და კითხვის მოყვარული ბიჭი ყვება ამბებს და ცოტა ლექსებსაც. და თუ ეს ყველაფერი თავის გასამართლებლად გამოდგება და ანუ ისევ მისმენთ, დღევანდელ ამბავს დავასრულებ ნიკო გორგელაძის ლექსით. ამ სხივნაკულ ქვეყანაში გერმანელმა მეგობარმა მითხრა, თვალები უჩვეულოდ გიბრწყინავს, როცა სამშობლოზე ლაპარაკობ. მაინც რა ბრწყინავს ამ თვალებს მიღება? ანბანი, რომლითაც ლექსებს წერს, ამბავი ამირანზე, მედეაზე, შავი ზღვის კენჭები, უშკულის ლამარია, ყინწვისის ანგელოზი, მთელი გზნებით მოვყვები მათზე ახალგაცნობილს. სინამდვილეში ასეთია ჩემი სამშობლო. ყველაზე მეტად ვისაც უყვარს იმათ მოიკვეთს. აქ ნაძირლები ხარობენ მხოლოდ.